რატომ ამბობენ ადამიანები ღმერთი მწავს, მაგრამ ეკლესიათან მოდელები არ მომწონს? აი რას ამბობს ამაზე ეპისკოპოსი ანტონი. ვინც ღრმად შეიცნო ღმერთი, მისკენ მიელტვის. ვინც მცირედ შეიცნო, ხან პოულობს, ხან კარგავს, ხოლო ვინც ვერ შეიცნო, დასცინის მას. ფუჭი და ამაოა სიტყვები თითქოს ღმერთი გწამდეს, მაგრამ ეკლესიას განიკითხავთ. თუ ადამიანს უყვარს სიმღერა, მომღერალს სცემს პატივს. თუ პოეზია უყვარს, პოეტს მიაგებს პატივს. ხოლო თუ ღმერთი უყვარს, ის ყველაფერს მიაგებს პატივს, რაც ის ქვეშეთში აგდებს უფალს, ეკლესიასაც და ღვთისმსახურსაც. ეს სიტყვები მხოლოდ ნიღაბია. ასეთ ადამიანს უბრალოდ ვერ ვთქვამს, რომ ათეისტია და სათქმელს ასე ნიღბავს. თუ ეთანხმები ავტორის სიტყვებს, დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში, მოიწონეთ ვიდეო, გააზიარეთ და გამოიწინეთ არხი ყოველდღიური სულიერი სიბრძნისთვის.